ვაკეთებ. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემა. ვაშა გადაცემა იწყება. ვაშა მეგობრებო. თენგის გოგოტიშვილთან ერთად. რატომ იწყება? იმიტომ რომ გაჩუმება გაჩერება. გაჩუმება ისაა, რაც ბორის ივანაშვილს უნდა და რაც არ გამოუვა. იმისთვის არ გვიცხოვრია, რომ ქართული ჟურნალისტიკა ქართულად ნათარგმნი მარგარიტა სიმონიანი იყოს. ანუ მხოლოდ იმედი, პოსტივი და მათნაირები. პირველ გადაცემას წარმოგიდგენ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. იმიტომ რომ ეს დამოუკიდებლობა იმ ხალხის მოპოვებულია, ვინც თავის დროზე არ გაჩერდა და არ გაჩუმდა. არ შეწყვიტა ბრძოლა. მერე კი 1921-ში მოვიდნენ მაშინდელი ქოცები. ანუ რუსები და ქვეყანა გააჩერეს. ყველა ციხეში ჩაყარეს. საუკეთესო სისხლი დაღვარეს და ეგონათ აღარაფერი ამოქრებოდათ. ოღონდ არა, გადაშენდნენ. ამის შეხსენებაა დღევანდელი დღე. ამიტომ ვაშა გადაცემა მეგობრებო. გადაცემაში გვექნება ამბები, რომლებიც შეიძლება არ გაგიგიათ, ან გაგიგიათ, მაგრამ რაღაც დეტალები გამოგრჩათ. და ეს ამბები არ იქნება დავარცხნილი. არანაირი ვალდებულება არ მაქვს, არანაირ მედიასთან, არანაირ მაუწყებელთან და არანაირ მარეგულირებელ კომისიასთან. ამბები და გადაცემა იქნება ობიექტურად სუბიექტური, ან სუბიექტურად ობიექტური, როგორც გენებოთ. და ჩვენი პირველი რუბრიკა, რომელიც ტრადიციული გახდება, პროჭორვილური ქრონიკები. პროჭორვილური ქრონიკები. პროჭორვილურმა ხელისუფლებამ ამ დღესასწაულის წინ მორიგი პროჭორვილობა ჩაიდინა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაიჭირა. ხვალდაზე გაპირებს ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას დაჭერას. იმიტომ რომ გაუვიდა ზურაბ ჯაფარიძეზე. იქამდე გაუვიდა ირაკლი ოქრუაშვილზე. იქამდე თემურ ქათამაძეზე. იქამდე მზია ამაღლობელზე. იქამდე ათობით გოგოსა და ბიჭზე, კაცსა და ქალზე, იქამდე კი გაუვიდა მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც პოლიტპატიმრობასაც თურმე პოლიტპატიმრების ნაწილიც აპროტესტებს. რომიცოთ, პროჭორვილებს წლევანდელი 26 მაისისა ყველაზე მეტად ეშინიათ, იმიტომ რომ ამ დღეს გამოჩნდება სად არის მსოფლიოს პოლიტიკურ უკაზე, რომელ გზეთსა და რომელ განეცე. დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მიულოცავს ყველა. ოღონდ ზოგიერთი მიულოცვას გაუგზავნის ხელისუფლება წოდებულ, პროჭორვილებს. მაგალითად, რუსეთის ჩემპიონ მყ-ს, რომელიც ბორის ივანაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დაავანა. მსოფლიოს ლიდერებისა და თავმოყარე პოლიტიკოსების უმრავლესობა კი დამოუკიდებლობას მიულოცავს ქართველ ხალხს. მადლობას ეტყვის დემოკრატიისა და ევროპული საქართველოსთვის დაუღალავი ბრძოლისთვის. ძალიან საინტერესო პროცესი იქნება დასაკვირვებლად და გასაანალიზებლად. პირველ რიგში ოპოზიციისთვის, სად და ვისთან აქვს სამუშაო და რა ინტენსივობით. მოკლედ, ვსწავლობთ კითხვას სტრიქონებში და სტრიქონებს შორის. პროჭორვილობა ისაა, რომ ხოცი ძალიან კარგად იყენებს თავისი ოპონენტების წინააღმდეგობებს. ოპონენტები კი ამ გაკვეთილს არ სწავლობენ. არ სწავლობენ მაგალითად პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამების ნასწავლ გაკვეთილს, რომელთაც თავიანთი პარტიული შუღლი და მტრობა ემიგრაციაში წაიღეს და იქ გააქცელეს. ამ დროს რეცეპტი ძალიან მარტივია. დაფიქრდი ყველაზე მეტად რა გაუხარდება ხოცების პროპაგანდას, რა გაუხარდება იმედს, რა გაუხარდება პოსტივის და გააკეთე ზუსტად საპირისპირო. კიდევ ერთი პროჭორვილური ამბავი. ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა უცხოეთიდან ფულის გადმორიცხვის სტატისტიკა. პირველ ადგილზე ვინაა, როგორ გონიათ? მეორეზე? კარგი, სხვანაირად ვიკითხოთ. საცხოვრობს ყველაზე მეტი ჩვენებური. რას გეუბნებათ ხელისუფლება? ჩვენ 1 მილიონი ეთნიკური ქართველი ჩვენი თანამემამულე ყავს რუსეთში. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ლოგიკურია ვიფიქროთ. ყველაზე მეტი ფული მოდის იქიდან, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს. მაგრამ ნათელად თურნავა სტატისტიკაც კი გვეუბნება, რომ პირველი შეერთებული შტატებია, მეორე კი იტალია. ამერიკიდან 54 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, იტალიიდან 50, ხოლო რუსეთის სადაც თითქოს 1 მილიონი ქართველი ცხოვრობს, სიაში მხოლოდ ამათ შემდეგაა. თან საგრძნობლად 39 მილიონი. ხო და მაშინ ხოცი თუ არ ხარ, კითხვა უნდა გაგიჩნდეს. რატომ ვაგინებ დასავლეს თუ იმის ფულით ვჭამთ? იქ გაურბივართ, როცა მკურნალობა გჭირდება და იქ ვგზავნით შვილებს, რომელთაც სწავლას წურიათ. არა რუსეთში. აი, ცოტნე ივანაშვილი რატომ არ სწავლობს პატრის ლუმუმბას უნივერსიტეტში, გეკითხებით. ამაშია საქმე. თვითონ კი იციან სასჯობს, მაგრამ ჩვენ მიგვათრევენ რუსეთში. ორი დღის წინ მოხდა ამბავი, რომელიც უნდა შეგვემჩნია, აუცილებლად. ქართულმა ოცნებამ ბოდიში მოიხადა. ხო, აი ამ უტიფარმა ძალამ პირველად თავისი არსებობის განმავლობაში, სულ პირველად მოიხადა ბოდიში. თავის მოუხადა ევროკავშირს. იმისთვის, რომ ხუჩაბად საქართველოში არ შემოუშვეს ევროკავშირის საელჩოს თანამშრომელი. ხოცებს არ უთქვამთ, მაგრამ ვაშა გადაცემას მაყურებელს არ გაუჭირდება მიხვედრა.
ამით ვიღაც ივანაშვილმა და აი ამ შემთხვევაში ეს სახელი აბსოლუტურად კოლექტიურია, თავისი სამკუთხედი ტვინით შურიძია ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა დაბლოკვაზე ევროპაში. მაგრამ როგორც ჩანს, კოდს აუხსნეს, რომ დიპლომატის არ შემოშვებას ძმრად ამოადგენდნენ. მაგალითად, ბრიუსელიდან გააძევებდნენ რომელიმე კოდს დიპლომატს, რომელიც აუცილებლად ვინმეს ბიძაშვილი ან მამიდაშვილია. ხო და მოუწია კოდს თავზე ნაცრის დაყრა და ოფიციალური ბოდიშის მოხდა. ჩამოვიდეს ეგ თქვენი კაცი, აღარაფერს ვერ ჭიტო. და ჯერ სათხართ. კოდს უნდა მიულოცოთ, მატება აქვს. თბილისში ჩამოდის ბელარუსის ახალი ელჩი ნიკოლაი როგაშჩუკი, რომელიც აქამდე ლუკაშენკას საქმეთა მმართველის მოადგილე იყო. ბელარუსმა ბატიამ როგაშჩუკი არამხოლოდ დაიბარა და დამოძღვრა, არამედ ეს ყველაფერი გადაიღო და ვიდეო გაავრცელა. Грузия, у нас сдвинулись отношения в лучшую сторону. Я очень доволен, что это произошло. Грузины к нам очень хорошо относятся, очень ценят наш народ. Да и к руководству страны более-менее нормальные отношения. Да, им головы убивали, что мы там противники, соперники и чуть ли не враги. Мы для грузинского народа никогда противниками не были. Мы за то, чтобы и осетины, и абхазцы жили в мире с грузинами. Как уже они там определятся в одном государстве вместе, федеративном или как-то, это их вопрос. Мы туда не лезем, не вмешиваемся. Надо делать так, как лучше для людей. Это наша позиция. რატომ გაავრცელა ეს ვიდეო ბელარუსის დიქტატორმა? გონიათ იმავე საკეთებს, როცა ელჩს ყირგიზეთში ან მაროკოში ნიშნავს? არა, ნამდვილად არა. ისინი გაცილებით ნაკლები ხმაურით ინიშნებიან. აი, საქართველოში ელჩის გამოგზავნა კი სხვა საქმეა. ჩვენ ხო ვიცით, როგორ ეძებენ ერთმანეთისკენ მისასვლელ გზებს ქოცები და ლუკაშენკა. უფრო ზუსტად, ქოცები ეძებენ ამ გზების გაправებას, თორემ ლუკაშენკაზე ახლობელი ვინ ყავთ. ბოლოს და ბოლოს, მისგან სწავლობენ, როგორ აქციონ ევროპული ქვეყანა რუსეთის კოლონიად. როგორ გაანადგურონ სასამართლო, არჩევნები, მედია, ოპოზიცია, როგორ აგინონ დასავლეს და ჩაიხრჩონ რუსულ წყნერში. განა ბელარუსულ კგბ-სთან არ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი ივანაშვილის უსმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ, კი? მაგრამ ყველაფრის მიუხედავად რაკნან, ვერაფერს უშვებიან ფაქტს, რომ ლუკაშენკამ დაარღვია კანონი ოკუპაციის შესახებ. თავადაც იყო ჩასული სოხუმში და სეპარატისტების პრეზიდენტად წოდებული ასლან ბჟანიაც მიიღო უმაღლეს დონეზე. და რომ აფხაზეთში ბელარუსი უკვე ფლობს საუკეთესო სანაპირო ზოლის კარგად დიდ ნაწილს. და ზუსტად მადიმალება ძაღლის თავი. ასლან ბჟანიამ ლუკაშენკას მუდმივად სთხოვდა შუამავლობას, რომ აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის ეგრეთ წოდებულ საკავშირო სახელმწიფოში მიიღოთ. ხო და ნახეთ რა ლამაზად ლაგდება. ქოცების პროპაგანდა ერთხელაც გეტყვით, რომ ბატია პუტინი არ არის. საქართველოსთვის არაფერი დაუშავებიაო და მისი ჩართულობით გაერთიანდება საქართველო აფხაზეთთან და ცხინვალთან. თუნდაც რაღაც საკავშირო სახელმწიფოში რა არის ამაში ცუდიო? ან რაიმე ფორმის კონფედერაციაში, რასაც ხან პრიმაკოვი კვდენ და ხან ბერეზოვსკი და ბოლო თვეებში ისევ აქტუალური თემა გახდა. არ გეტყვიან, მაგრამ არჩევანის წინაშე დაგაყენებენ ევროპაში დემოკრატიითა და სადავო ტერიტორიებით, ან რუსეთში დემოკრატიის, სამართლის, უფლებებისა და პერსპექტივის გარეშე. სამაგეროდ ფორმალურ ერთობაში ამ სადავო ტერიტორიებთან. რომელთა მართვასაც რა თქმა უნდა, არავინ დაგვითმობს და დევნილებს არავინ დაგვაბრუნებინებს. მოკლედ, მარტივად გასაშიფრი ამბავია, საბოლოო ღალატის ორსულიანი კომბინაცია. ვინც არიცით, ქოცებს აქვთ ანტიკორუფციული ბიურო. არ გაგეცინოთ, ქოცებს ანტიკორუფციული. როგორ გონიათ, რა შეიძლება იყოს ანტიკორუფციული ბიურო საქმიანობა ქვეყანაში, რომელსაც რუსი ოლიგარქი მართავს? სადაც პრემიერი ცოლს ჩუქნის დღეს, ან შვილი ჩარტერული რეისებით მიხავს ამერიკაში პირველი კურსის პირველ ზარზე. სადაც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მამა და ქმარი 65 მილიონის ქონების მიტაცებაზე დაიჯერეს. არა, არასწორად ფიქრობთ. ამ კანტორის საქმე საქართველოში არის არასამთავრობოების დევნა. ანუ იმათი, ვინც ცდილობს კარგი საქმე გააკეთოს უცხოეთის, საელჩოების, ფონდების ან უნივერსიტეტების ფულით. დგას ახლა ამ ბიუროს დირექტორი ვინმე კუპრაშვილი, იბარებს არასამთავრობოებს და აგენტების ახალი კანონით აშენებს. გადაწყვეტილებით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. თუ არ დარეგისტრირდებით, დაგაჯარიმებთ და მერე მაინც დაგიჭერთ. აქამდე ჩატარებულ შეხვედრებს დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. ბოლო შეხვედრაზე კი მივიდა კი არა, მონაწილეობა მიიღო. მონაწილეობა მიიღო კი არა, აგერ კონსპექტებიანი ბლოკნოტით ილაპარაკა ლევან მამალაძემ. ხო, ლევან მამალაძემ. ქვემო ქართლის შევარდნაძე ოქრონი ანგების ფერმა მაყუთის ჭრა და უბედურება. გაგახსენდათ? კაცი, ვინც მართლმსაჯულებას რუსეთში დაემალა და ვისაც დაუსწრებლად 17 წელი მიუსაჯეს. რისთვის? კორუფციისთვის. ოღონდ შემდეგ ქოცების ეპოქის მურუსიძის სასამართლომ კრისტალურად სუფთა პიროვნებად აღიარა. ხო, აი, ლევან მამალაძე უნდა ატაროთ ანტიკორუფციული ბიუროს შეხვედრებზე მთავარ სტუმრად, აბა, სხვა ვინ?
ბორის ივანაშვილსა და ვლადიმერ პუტინს შეიძლება ერთი მეხი დაეცათ. 27 მაისს ევროკავშირის მინისტრები განიხილავენ უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხს. ბრიუსელში ამბობენ, არ იქნება მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ ამ გზას მაინც დავადგებითო. გადაწყვეტილება სჭირდება ყველა ხმას -1 უნგრეთისა. ეს თუ მართლა მოხდა და ორბანს დაებლოკა ყველაფრის დაბლოკვის საშუალება, რუსებისა და ქოცების ოლა მერე ნახეთ თქვენ. მოლდოვაში დააკავეს და შეერთებულ შტატებს გადასცეს 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილი, ვინც ნიუ-იორკსა და სხვა ქალაქებში ტერაქტებს გეგმავდა. ებრაელების, LGBT თემის წევრებისა და ფერატკანიანების წინააღმდეგ. ყავდა მიმდევრები, ვისთან ერთადაც აპირებდა საშობაოდ სანტა-კლაუსის ტანსაცმლის გადაცმას და ფერატკანიანი ბავშვებისთვის მოწამლული კანფეტების დარიგებას. გამოძიება ამტკიცებს, რომ ჩხიკვიშვილი რიცინის მოპოვებას ცდილობდა და მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებდა. 21 წლის ქართველს სულ ცოტა 20 წლიანი ციხე ემუქრება. სანამ ამერიკა ქოცებდა ნატოსთან, ევროკავშირთან დაკავშირებულ პოლიტიკას არკვევს და აყალიბებს, რუს ბაირამობას მაინც არ აცდიან. ლიეტუვაში გერმანიის ახალი კანცლერი ჩავიდა და დაესწრო გერმანული ჯავშან-სატანკო ბრიგადის ინაუგურაციას. გერმანია ბრუნდება, სულ ამას იმეორებს მერცი. ვილნიუსის დაცვა, ბერლინის დაცვა. ეს ახლა თქვა ვიდეოში გამოსვლისას. Sehr angespannt. Deshalb haben Deutschland und andere Alliierte beschlossen, die NATO-Ostflanke zu stärken. Wir stationieren dafür eine ganze Brigade in Litauen. Liebe Litauerinnen und Litauer, Sie können sich auf uns, Sie können sich auf Deutschland verlassen. ზოგადად გერმანელები ლიეტუვაში 2017 წლიდან დგანან. ყირიმსა და დონბაში პუტინის შეჭრის შემდეგ ნატომ გადაწყვიტა დაეცვა აღმოსავლეთ ფლანგი და რუსეთის მოსაზღვრე 4 ქვეყანაში მოკავშირეთა გაერთიანებული ბაზები განალაგა. ლიეტუვაში წამყვანი ძალა ბუნდესვერი გახდა. მაგრამ უკვე 2022 წელს, დიდი ომის დაწყების შემდეგ ნატომ ასეთი ბაზები უკრაინის მოსაზღვრე ყველა ქვეყანაში განათავსა და დაადგინა, რომ ბატალიონები საკმარისი აღარ იქნებოდა და ისინი ბრიგადებამდე უნდა გაზრდილიყო. ამგვარად, 2 წელიწადში გერმანული ბრიგადა ლიეტუვაში 4800 კაცამდე შეივსება და შეიარაღებაზე 1000 ტანკი და 100 ჯავშანმანქანა ექნება. აუცილებლად დასამატებელი. ბრიგადა განთავსდება ქალაქ რუდნინკაისთან, ვილნიუსიდან 20 კილომეტრში და ბელარუსიდანაც 20 კილომეტრში. არ დავზოგავთ ფინანსურ შესაძლებლობებს, რათა ბუნდესვერი ევროპის უძლიერესი არმია გახდესო, ამბობს გერმანიის ახალი კანცლერი. ბიჭო, მალე. ამინდის პროგნოზი არ გვექნება, მაგრამ როგორც ნამდვილ საინფორმაციო გამოშვება შეეფერება, სპორტის ამბებით მომთავრებთ. და მინდა გაგაცნოთ სუპერგმირი ივანე ზაბორსკი. კაცი, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა, 6 დღე-ღამეში გაერბინა 1047 კილომეტრი. ეგიცით რამდენია? აი თბილისიდან თეირანამდე რო ირბინო. წარმოიდგინეთ? ამ ზაბორსკიმ ეს დისტანცია ისე ირბინა, რომ არავის დაუტოვა შანსი, სანამ ფინიშთან არ მივიდა. ფინიშთან კი ჩვენმა სუპერგმირმა თავისი უხსენებელი ქვეყნის დროშა გაშალა და ასე გადაკვეთა ხაზი. ხო და აი მანდ ულტრამარათონის მსოფლიო ფედერაციამ აკრძალული დროშის ჩვენებისთვის არც რეკორდი ჩაუთვალა, არც გამარჯვება. გააპროტესტა იმ უხსენებელმა ქვეყანამ, მაგრამ უთხრეს ოლა. ამ პოზიტიურ ნოტაზე გემშვიდობებით. შემდეგ გადაცემამდე. ვაშა გადაცემის პირველი გამოშვება. მოიწონეთ, გამოიწერეთ, ზაპომნიძე და გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ყველას ქოცებისა და რუსების გარდა. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.